ვის წიგნსაც კითხულობს, უნდა იყოს რაღაც. აღარ იყოს ცოცხალი. მე 7 კლასის და თუნდაც მე-8 კლასისთვისაც მიმიცია მაგალითად კითხვით გაკვეთილი. როგორც კი ვინმე იტყვის მინახავ მეთქი აბიტურიენტი ხარ ხო? აი კითხეთ ინსტრუქცია. პირობა კარგად წაიკითხეთ. 40 წლის ასაკში თუ არ ვარჯიშობ ერთ ბაშას ვერ გაირბენ 5-7 კილომეტრების რომელი არ ვარ. ადამიანები რომლებიც კარგად წერდნენ და მე რაღაც ეტაპი ან დრო არ ქონდათ ან გაწყვიტეს რაღაც მიზეზების გამოწერა ძალიან უჭირთ მე ნაირად უნდა ისწავლო რომ არ დაიკარგოს. ტესტის წერის დროს ბავშვებს და მასწავლებლებსაც ვურჩობ ხოლმე რომ ტესტს მიყვნენ იმ სტრუქტურით რა სტრუქტურითაც არა და აუმალონ გენიოსი ხარ და ფასების კრიტერიუმი თავად იცოდნენ ძალიან კარგად. მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ სოციალურ ქსელებს. მაგრამ ჩემი ხურეთ, მეგობრებო, უყურეთ აუცილებლად. თქვენო კი ვერ ხართ თო, მაგრამ თქვენი ტვინიო იმდანაც კვიანი რაღაც სწრაფად თუ რამეს ვკითხულობ, ჩემი გონება ავტომატურად სწორ ვარიანტად ხედავს რა. ვეუბნები რომ ისე წაიკითხე რომ შენ გონებას გააგებინო. სერიოზულ გაგება გააზრებას მოითხოვს თითოეული კითხვა. თითქოს ეს ძმები, რომელიც შვედეთის რაღაც ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, შეხვდა ამ უფროს ძმას, კახელბიჩს, ისტორიულ პერსონაჟს უკეთებდნენ სოციალურ ქსელს, ოღონდ უნდა Facebook-ი მაგალითად უნდა ყოფილიყო იდეალური და ნუ კითხულობ ეს მეწარმე რას ნიშნავს თქვა და ერთი ბავშვი დაფიქრდა და მას წარბებს რო ყოფილიყო იმან რა ვერდაში 2-3 წიგნს ვკითხულობ თანამედროვე ქართულ ავტორებსაც ნაკლებად ვკითხულობ იურის წარმოება მე ნუ დამჯაჯავთ ქართულის გამოყენებაზე სკოლაში ვსწავლდი ისე ვიხსენებ ხოლმე რომ გეკონება ძალიან დიდი ხანის წინ არა მეგობრებო მაგრამ 11-12 წელი კი ხდება რაც და რაღაც გამორჩა ცოტა ისეთი ინტელექტუალი მე არ მქონია რომ ერთი დაგეგმილი გაკვეთილი სხვა კლასში გამომდგომოდა საკუთარი შესაძლებლობები უნდა აღმოაჩინონ ჯერ და ისწავლონ ის თუ როგორ უნდა აითვისონ და ისწავლონ პირადი გამოცდილებიდან მე თუ მაგალითად ერთი გადაკითხვით ვსწავლობდი შეიძლება ჩემმა შვილმა ვერ ისწავლოს ერთი გადაკითხვით რამდენჯერმე გავახმოვანებინე კიდეც თავი ძალიან საინტერესოა შემთხვევა როცა ჯერ უნახავს მოსწავლეს და შემდეგ დაინტერესებულა წიგნით ვერ ვხსნი ხოლმე მე მართლა ვერ ვხსნი რომ ბიჭო რანაირად ავხსნა რაღაც ის მოგოდიალები ამოჭერა იმედია ჩაიწერა მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მინავდა მასწავლებლის პოდკასტის მეოთხე ეპიზოდს, ჩვენი სოფიმყოფებით ფსიქოცენტრში, მადლობა ფსიქოცენტრს მხარდაჭერისთვის. დღეს ჩემი სტუმარია ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ეკა ლორია, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ აბიტურიენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის საჭირო საკითხებს. მადლობა. მოგესალმებით. მიხარია რომ აქ ვარ და გილოცავ ამ ახალ წამოწყებას, წარმატებები. მიხარია რომ არ ჩერდები და ესე აქტიურად განაგრძობ მოღვაწეობას. კი, მე და ეკა ვიყავით კოლეგები, ვართ, მაგრამ ერთ სკოლაში მუშაობდით და რა თქმა უნდა ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელზე რო საუბრობდი, პირველი მოგიაზრე თალსახად შენ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი და დღეს შევეცდებით, რომ ვუპასუხოთ იმ ძირითად კითხვებს, რაც აწუხებთ ხოლმე აბიტურიენტებს, უფრო მეტად აბიტურიენტებს ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ ასევე ზოგადად ქართული ენის და ლიტერატურის სწავლებაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად სპეციფიკა ისია თითქოს გამოკვეთილი, რომ უცხო ენების გამოცდაზე მაგალითად ეროვნულებზე ხშირად უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდაზე. რატო, როგორ ფიქრობ? ჩემი აზრით უფრო კომპლექსურია, ასე რომ ვთქვათ, უფრო რთული იმ თვალსაზრისით, რომ წარმოდგენა აქვთ მოსწავლეებს, რომ მშობლიური ენა და დიდად არ ჭირდებათ ყურადღების მიქცევა, თუნდაც ლექსიკური მარაგის თვალსაზრისით, მაგალითად უცხო ენებში აქვთ რაღაც კონკრეტული რვეული, სადაც უცხო სიტყვების განმარტებები აქვთ, ფრაზების და ასე შემდეგ, მაგრამ ქართულში ხშირად ამას არ აქცევა ყურადღებას. მარტო გრამატიკული წესები უნდა გაითვალისწინონ, არამედ არგუმენტირებული მსჯელობა სჭირდებათ, ლიტერატურული გამოცდილებაც და ლექსიკური ანუ არ კითხულობენ ძირითადად ეგეც არის პრობლემა. და რაღაც უფრო საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების, ასე რომ ვთქვათ, იმედად გადიან ხოლმე და ყველას ეზარება კითხვა სამწუხაროდ, ფიქრი და იმის გათვალისწინება თუ რა შეიძლება იყოს საინტერესო თუნდაც გამსწორებლისთვის. ან რა ვიცი, იციან რომ არის საინტერესო, მაგრამ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამისი დაწერა იქ.
ხო, ანუ ამას პრაქტიკა ჭირდება რეალურად რა. კი, მუდმივი მუშაობა. დაბალ კლასში არა, მაგრამ მე რომ მე მქონია შემთხვევა, რომ ეხა მაქედან მოდის მაინც და ისეთ მარტივ სიტყვებს წეღარ ვახსენეთ, რომ სიტყვები არიციანო, ისეთ მარტივ სიტყვებს მეკითხებთ. მაგალითად, აი განთიადი რა არის, ბინდი რა შინ მაგალითად რას ნიშნავს? ხო, და ანუ ვერ ვხსნი ხოლმე მე, მართლა ვერ ვხსნი, რომ ბიჭო, რანაირად ავხსნა? რაღაც ის მოქვს ხოლმე, რომ მაიერორებს, ეხა რანაირად ავხსნა, იმიტომ რომ მგონია, რომ რაღაც ბინდი როგორ არიცი, ბიჭო, ეგეთი მომენტი აქვს და აი ეგ სერიოზული პრობლემაა ეგეც. და სხვათა შორის ახლა დაწყებით საფეხურსაც ვასწავლი მე როგორც ისიც და გვაქვს ხოლმე ძალიან ხშირი ასეთი დავალება უცხო სიტყვებზე, წინადადებების აგება, რომ ერთი შეხედვით ეს ამოწერილი უცხო სიტყვები უფრო კარგად დაიმახსოვრონ, რომ თვალით მიხსიებ ხედველობით და სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენან, სხვადასხვა შინაარსის წინადადება შექმნან და ამით უფრო მეტად გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად ფილმების ნახვაც. ეგ მე მგონი ინოვაციური მიდგომა ქართულის მასწავლებლებისგან, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ გვეუბნებოდნენ, რომ უნდა იკითხოთ ფილმები და რაღაცა. სხვათა შორის ქონია შემთხვევა, როცა ჯერ უნახავს მოსწავლეს და შემდეგ დაინტერესებულა წიგნით. და აი როგორ არის იქ სიუჟეტი, როგორ ვითარდება, შეუდარებია შემდეგ ერთმანეთთან და მე პირადად ძალიან კარგად ვიყენებ პრაქტიკაში Netflix-ის პატარა ანიმაციებსაც, რომელიც არ არის გახმოვანებული, უყურებენ და რამდენჯერმე გავახმოვანებინე კიდეც თავის ძალიან საინტერესო იყო და ამ თვალსაზრისით, როცა არ საუბრობენ პერსონაჟები, უფრო მეტად აკვირდებიან ბავშვები მათ ქცევას, ემოციას, აი რა გამოხატა მიმიკით, ამ ქმედებით, რის თქმა უნდა და ამ გახმოვანებამდე ხომ უნდა დაწეროს რა სიტყვის და ესეც სცენარიც რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მაგ თვალსაზრისით, რა მთავარი ხაზი აქვს, რის თქმა უნდა და რეჟისორს და ასე შემდეგ. ზოგადად ლექსიკური მარაგის გამდიდრებაც ვფიქრობ, რომ სისტემატურ მუშაობას მოითხოვს და ესეთი მაგალითი მომყავს ხოლმე ყოველთვის, რომ როგორც ვთქვათ 40 წლის ასაკში თუ არ ვარჯიშობ ერთბაშად ვერ გაირბენ 5-7 კილომეტრ შეიძლება დაეცი და გული გაკისკდეს, ხო? ასე ვეღარ აითვისებ მე იმას, რაც არ უნდა მოინდომო, ანუ თუ სისტემატური არ არის შენი მუშაობა, ანუ როგორც სხეულს ჭირდება ვარჯიში, ასე ჭირდება ტვინსაც. და მე უფრო მარტივი ხდება ყველაფერი. ხშირად არის ხოლმე პრობლემა, რომ კითხულობენ, მაგრამ აი ეს წეგანაც ახსენეთ, ვერ იაზრებენ. ჩემი აბიტურიენტობის და ჩემი მოსწავლეების დროს უფრო მეტად მქონდა ხოლმე მოთხოვნა, რომ მაგალითად გაგვეზეპირებინა რაღაცები. ეხლა ეგ მიდგომა არის, ხო, ეხლა ეგ მიდგომა არის შეცვლილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი მეც როგორც არაქართულის არამედ მოქალაქეობისაგან მასწავლებლებს კითხვას როცა ბავშვი როცა რაღაცას ყვება და კითხვას უსვამ რატომ, აი ამაზე მე რატომზე მიუხედავთ იმისა რომ მომიყვა და თითქოს ძალიან კარგად იცის ვერ მცემს პასუხს. აი ქართული ენის და ლიტერატურის სწავლება როგორ შეიძლება ამაში დაეხმაროს და რა არის ზოგადად მთავარი შეცდომა, რასაც მოსწავლეები ტექსტის კითხვის დროს უშვებენ? აი მასე რომ ვფიქრობ, რომ რაღაც ზედაპირული კითხვა, უბრალოდ ასოების ამოცნობა. მე 7 კლასის და თუნდაც მე-8 კლასისთვისაც მიმიცია მაგალითად კითხვით გაკვეთილი. კითხვით სწავლა არ გულისხმობს მხოლოდ მართლა ესე წაკითხვას ან გადაბმულ სიტყვას და ფრაზის კარგად და მხატვრულად წაკითხვას. ნიშნავს გააზრებულ კითხვას, აი თუნდაც წაღან რომ ახსენეთ, აი წინადადებაში შემავალი სიტყვების მნიშვნელობებს, წინადადება რატომ იყო, რა მხატვრული ხერხი იყო, რა ემოციას გამოხატავდა პერსონაჟის მხრიდან და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე თუ დაფიქრდება, შემდეგ უკვე იმ სააზროვნო კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გაუჭირდება, ხო? ანუ რა საიდან გამომდინარეობს და როგორ. ზოგადად საკუთარ თავზე დაფიქრებაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და ამას ვეუბნები ყოველთვის ბავშვებს, რომ ფიქრი ხშირად ეზარებათ რაღაცებზე, უნდათ რომ შეიძლება სწრაფას და ჩქარა ჩაამთავრონ რაღაც ვალდებულების მოხდის მიზნით, თუნდაც ტექსტის კითხვა იქნება ეს თუ დავალების დაწერა თუ მოყოლა. ამიტომ არის რომ სააზროვნო კითხვები ზე მე ყოვნდებიან, ფიქრობენ და რაღაცა პასუხიც უჭირთ. და როგორც გამოცდილი მასწავლებელი გეცოდინება გამჭორი კომპეტენციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის სწავლის სწავლა, რომელიც
რომელზეც ხშირად ვაფიქრებ ხოლმე მოსწავლეებს, რომ აი როგორ უნდა ისწავლო. პირველ რიგში შენს თავს და შენს შესაძლებლობებს უნდა იცნობ და კარგად, ხო? ვიღაცას მოსმენილი უფრო კარგად ამახსოვრდება, ვიღაცას მხედველობითი მეხსიერება აქვს და მე მაგალითად პირადი გამოცდილებაც გამიზიარებია ხშირად, რომ ჩემი მე-11 კლასის ქართულის წიგნი რომ ნახოთ, სულ არის აფენანებული, მიწერილი რაღაცა ფანქრით და ახლაც ლიტერატურულ ნაწარმოებს რო ვკითხულობ თუნდაც წიგნს, მიყვარს ძალიან, როცა მარკირების მეთოდს ვიყენებ, რაღაცა კითხვა ნიშანთა სისტემით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი შეხედვით უცებ გადაშლილ და იცი უკვე, თქვათ, რა არის თავარი სათქმენი, რა ემოცია დაგიტოვა იმ ფრაზამ, ან რაღაცას ვერ იხსენებ, რაღაც კონკრეტული პერსონაჟი, გინდა რომ იმ კონკრეტული ფრაზით დაახასიათო, ან თუნდაც მეგობარს უნდა გაუზიარო ამ წიგნის მოკლე რაღაცა თავარი შინაარსი, ხო? ძალიან მეხმარება ამ ყველაფერში. და ყველას ვურჩევ ხოლმე საკუთარი გამოცდილებიდან ამაზე ვაფიქრებ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე დაფიქრდნენ, მოусმინო საკუთარ თავს და რა უფრო უმარტივდებათ, რა არის მათი დადებითი და ხო? აღმოაჩინო საკუთარი ინდივიდუალური მეთოდი, რაც უფრო გაუმარტივებთ ათვისებას და ნებისმიერ საგანში დაეხმარებათ ეს. კი, ყველა საგანში. ხო, აი მანდ მშობლებთანაც მნიშვნელოვანია, რომ ხშირად მე მგონია, რომ მშობლები მანდ უშვებთ შეცნობას, რომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან მე თუ მაგალითად ერთი გადაკითხვით ვსწავლობდი, შეიძლება ჩემმა შვილმა ვერ ისწავლოს ერთი გადაკითხვით და მე სტრესავენია ძირითადად. თუნდაც აი მახსენდება ხოლმე ჩემი აბიტურიენტობის ან თუნდაც ბავშვობის სკოლის პერიოდის ასაკი მათემატიკას მუსიკის თანხლებით ვწერდი ძალიან ხშირად და ეს ჩემთვის უფრო სასიამოვნო პროცესიც იყო და მიმარტივებდა მაგალითად სკანავის ამოცანებს, სირთულეს, რაღაცა ფიქრსაც და სხვადასხვა გარემოც სჭირდება ალბათ ვიღაცას საერთოდ ალბათ წამოწოლილი უყვარს. კი, ხო, კომფორტულად როგორც. კი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც საკუთარი შესაძლებლობები უნდა აღმოაჩინონ ჯერ და ისწავლონ ის თუ როგორ უნდა აითვისონ და ისწავლონ. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია რომ რაღაცა მასწავლებლებიც, მშობლებიც კომპლექსურად მაგამ ბავშვი დავეხმაროთ რა. კი ბატონო და რომ ეს ინდივიდუალური შესაძლებლობები ყველასთვის რომ ინდივიდუალურია და ამას გავუსვათ ხაზი ყოველთვის რომ ის თუ შენ თქვათ რაღაცა სხვანაირად სწავლობდი არ გამორიცხავს იმას რომ შენმა შვილმა სხვანაირად გააკეთოს. ხო, ნამდვილად ეგრე. და თაობებს შორისაც ხო ძალიან დიდი განსხვავებაა. აი ჩვენს თაობას კი არა მე ვაკვირდები ხოლმე რომ მე-12 კლასს და მე-9 კლასს და მე-7 აი ორ წელში ის კი დიდი სხვაობაა ხშირად. ნამდვილად დიდი სხვაობაა. ამიტომ ხო იმან უნდა დავეხმაროთ აშ. კი, მან მასწავლებლების მიმართ არის ხოლმე რომ აი ეგეთი დამოკიდებობა ალბათ შენც გაგიგია რომ აი რა გენაღლებად ყოველ წელს ერთი და იგივე სასწავლი და არ ასწავლი ყოველ წელს ერთი და პარალელ კლასშიც რო შედიხარ და ერთი და იგივე რა ვიცი კაცი ადამიანს პირობითად ხსნი უცებ გამახსენე ხა გააჩნია რა იმ ბავშვების შესაძლებლობებს განწყობას დღეს რანაირი ხასიათზია როგორ გაგხვდება და შესაბამისად ყველა გაკვეთილი განსხვავებულია მე არ მქონია რომ ერთი დაგეგმილი გაკვეთილი სხვა კლასში გამომდგომოდა თუნდაც ამ შარშანდელი შემაჯამებლები წელს რო არ მქონია ნამდვილად ასეთი შემთხვევა ყოველთვის რაღაცას ვცვლი იმის მიხედვით თუ როგორ ვიმუშავეთ იმ წელს იმ სემესტრში იმ თვეში და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არც უნდა გქონდეს ეგ დამოკიდებულება, რომ ერთხელ რაღაც მაქვს ტექსტი და ეს, რა ვიცი, 12 თუ რამდენი წლის განმავლობაში იგივე. ხო, ეგ თუ მასწავლებელში აქვს ჩემი აზრით, ცალსახად სხვა შედეგს დადებს და მე რო შევადარო შარშანდელი მაგალითად როგორ თქვა, სწორად მინდა რომ თქვა, რომ აი შარშან ბავშვი რაღაც შემაჯამებელი ვაწერინე, ზუსტად იგივე ეხლა მე-9 კლასზე პირობითად მე-9 კლასში შარშან ვაწერინა რაღაც შემაჯამებელი. ეხლა ახალ მე-9-ში რო შევიტან და მოლოდინი შევიქნო რომ ისეთივე შედეგი უნდა დაიდოს როგორც შარშან დაიდო. ანუ იმედები ყველა ვარიანტში გამიცვლდება რა. ან პირიქითაც ხდება ხოლმე. შეიძლება ანუ იმედის გაცხოვებაში იმას არ გულისხმობ რომ შეიძლება პირიქით შეიძლება იყოს ხო ძალიან ემოტიო. მოლოდინი არ გამართლდება უფრო სწორი შეფასება მგონია. ასე ნამდვილად და ეგ კიდევ ერთხელ გვარწმუნებს რომ ინდივიდები ვართ ინდივიდუალის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ნამდვილად.
ეხლა თვითონ ეს წერის ნაწილზე რა გადავიდეთ, მე ვიცი რომ თვითონ სკოლაში ძალიან აქტიურად აწერინებთ ესე ზუსტად იმ ფორმატში, რა ფორმატით არის ერთიანი რომ გამოცდებზე თუნდაც მოცემული. და მე მაინტერესებს აი აბიტურიენტებს რო ვურჩიოთ და არა მარტო აბიტურიენტებს, აი რას ეძებს გამსწორებელი აბიტურიენტის ნაწევში პირველ რიგში. აი რას უნდა მივაქციო მე ეს წერის დროს ყურადღება. ფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არაბანალური პასუხი, თუნდაც როგორ გაქვს ჩამოყალიბებული და რა არგუმენტს დაწერ. როგორ მისჯელებ კი. თუნდაც მოიხმობ რაღაცა ფილმის სიუჟეტს ან რა ვიცი, პირად გამოცდილებას. უბრალოდ კონტექსტიდან არ უნდა იყოს ამოვარდნილი ეს შენი პასუხი და ალბათ სტილისტიკურად გამართული უნდა იყოს უფრო ამას, იმიტომ რომ სტილისტიკური გამართულობა საკმაოდ ისეთი აქილევსის ქუსლია ხოლმე ამ შემთხვევაში და სტრუქტურა დაცული უნდა იყოს ესეში რაღაცა შესავალი 3 ნაწილისგან რო შედგება ეს უნდა გაითვალისწინო აუცილებლად რომ რაღაც პატარა ზოგადი შესავალი გაუკეთონ, შემდეგ უკვე ეს მსჯელობა და არგუმენტები ერთ ძირითად შინაარსში მოათავსონ და დასასრულიც იყოს რაღაცა შეჯამების თქვარი დასკვნის სახით, რამდენიმე წინადადებით თუნდაც. რაც შეეხება არგუმენტებს, აი ფილმებზე რომ ვისაუბრეთ ჩვენ, ხშირად ფიქრობ რომ ძალიან კარგად გამოიყენებენ. მე როგორც მასწავლებელს ასეც გამომიყენებია, თქვათ გამასწავლებლის გამოცდაზე, იგივე მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე და წერითი ნაწილი გქონდა უნარების, მანდაც რამდენიმე არ არსებობს უბრალოდ პრობლემა, ან ისეთი აქტუალური თემა, რაზეც ალბათ მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი არ არის გადაღებული, ხო? აქედან გამომდინარე, ყოველთვის ჩემს აბიტურიენტებსაც და მოსწავლეებსაც იმ თემებთან, იმ ძირითად თემებთან ერთად, რასაც გავდივართ ლიტერატურაში, აუცილებლად ვურჩევ ხოლმე ფილმსაც და ნახულობთ და შემდეგ აი ძალაუნებურად თავისთავად მოვა ფიქრში ის პარალელი, რაც გინდა რომ დაწეროთ და ძალიან ბუნებრივი იქნება ეს და არ იქნება რაღაც დაზეპირებული ფრაზები ან ანდაზები და რაღაც ბრძნული გამონათქვამები და ბევრად უფრო ბუნებრივი იქნება. არა იცის რომ ამ თემაზე ეს უნდა დაწერო. და პერსონაჟის ფრაზა თუნდაც ხომ უფრო ბუნებრივია და გამსწორებელიც ხდება რომ ნამდვილად ნანახი გაქვს და იცი და რაღაც ზოგადი განათლება გაქვს და არ გაქვს რაღაცა დაზეპირებული 10 ანდაზა მაგალითად და იმას მოარგებ კონკრეტულ თემას. თუმცა ანდაზების რომელი არ ვარ ნამდვილად. ხო, არც მე მახსოვს რომ ძალიან აქტიურად ვსწავლობდით და ხა რომ ახსენდება ხოლმე ისე მიხარია და ბავშვებმა საიდან გახსოვთ და ერთი პერიოდი იყო ეს რაღაცა აქცენტი, რომ თითქოს აი ზეპირობა კატეგორიულად ხო იყო მახსოვს ეგ. ჩვენ ხო მაშინაც რაღაცა არ მომწონდა ეს რაღაც მიდგომა, მაგრამ ახლა მე კიდე უფრო მოარბილეს და ფსიქოლოგებიც საუბრობდნენ ამაზე, რომ პირიქით ტვინის ვარჯიშისთვის გონებრივი, ასე რომ ვთქვათ, სიზუსტისთვის და მეხსიერებისთვის აუცილებელია. სტიმულირების. გარდა ამისა, აი ეს დაზეპირებული თუნდაც ანდაზა და აფორიზმი თუ ლექსის ფრაზა ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიყენო როგორც პარალელი და კონკრეტული მაგალითი თუნდაც ამ ესეში. კი, არა მარტო ესეში ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცაზე რომ პარალელს ავიღო. ხო, რაღაცა სიტუაციაში შემიძლია რომ მოვიხმო და რაღაც გამოვჩნდა ცოტა ესეთი ინტელექტუალი. კი, არის ხოლმე. აი მე ხშირად აბიტურიენტები მეკითხებიან ხოლმე სოციალურ ქსელში, აი რაღაც ქართულის მიმართულებით და ნუ სულ მაქვს რომ არ ვარ მე სპეციალისტი და ესე ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რჩევა ზუსტად რაც მაქვს, ხშირად კითხულობენ რომ აი გარდა პროგრამული ლიტერატურისა რა ვისწავლოთ? იდეაში შენ გაამახვილა ყურადღება ამაზე, რომ დამატებითი საკითხავი ლიტერატურას მხატვრული იქნება თუ ასე ანიმაცია, ხო, ფილმი, რაღაცა აი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ანიმაცია იყო ეს ლა ლუნა ქვია, ამზე მთვარეზე ბაბუა შვილი და შვილი მიდიან და ძალიან კარგი აქცენტებია და მოკლედ ყველას ვურჩევ ხოლმე, ბევრია ასეთი. ხო, ბევრია. მოკლედ თვითონაც მოიძიებენ, უკვე იმდენი რესურსია ინტერნეტ სივრცეში, მთავარია დრო, ფიქრი არ დაგვეზაროს და
ხო, აი დროის განაწილების ნაწილზე პრობლემა აქვს. და იმეც მაგ დროს ვურჩევ ხოლმე, რომ ეს რაღაც კონკრეტული ლიტერატურა ან ფილმი არ არის, უბრალოდ ნებისმიერი მხატვრული ლიტერატურა, რომელსაც სწავლობ, ნებისმიერი ფილმი, რომელსაც უყურებ, შეიძლება ესისთვის იყოს რესურსი. კი ბატონო, აუცილებლად იქნება ის, ესე რომ ვთქვათ, მარადიული თემები, რაც მსჯელობის საგანი ხდება ხოლმე და მაქედანაც შეუძლიათ თავისუფლად რომ მოიხმონ პარალელი და მაგალითი კი. კი ბატონო. გრამატიკაზეც რა ვისაუბროთ, მე მახსოვს რომ მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ისე ვიხსენებ ხოლმე რომ გეკონება. ძალიან დიდი ხანის წინ არა მეგობრებო, მაგრამ 11-12 წელი კი ხდება რაც დავამთავრე. გრამატიკას ჩვენ ვსწავლობდით ცალკე. ანუ იყო ქართული ენა და ლიტერატურა და იყო ქართული გრამატიკა თუ სახელი ზუსტად მახსოვს. აი თავისი ენის გაკვეთილები იყო და ნუ აი ძალიან კი ვიტანჯებოდით, მაგრამ აი ეხლა აღარ არის ხო ეს ცალკე გაკვეთილები. იდეაში ინტეგრირებულია, მაგრამ მაინც ნაკლებად. ისეთი ინტეგრირებული მე მგონი ვერ იქნება, ვერ გამოდის. ფაქტობრივად ვერ გამოდის. თქვათ ლიტერატურის გაკვეთილზე შესაძლოა აღნიშნო რაღაც ფაქტი კონკრეტული, თქვათ ან შეცდომა გაასწორო, მაგრამ ასე სიღრმისეულად რომ ახსნა და განმარტო ფიზიკურად 40 წუთში ვერ მოასწრებ ლიტერატურასთან ერთად. შეიძლება რაღაც ტექსტს რომ მკითხულობთ, თქვათ ამოვაცნობინო, იგივე წინადადებაში რა არის, თქვათ ზედსართავის სახელი, ქვემდებარე შემასმენელი და რიცხვში შეთანხმება, ან რაღაცა შეცდომა ვნახოთ სტილისტიკური, მაგრამ ის შეცდომები, რა მაგალითად სამი ძირითადი შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ, ეს არის სტილისტიკური შეცდომები, ალბათ რაც უფრო ხშირად გვესმის თუნდაც ტელევიზიიდან, სოციალურ ქსელში. თქვათ კონკრეტული მაგალითებიც შეგვიძლია კი რა ვიხმოთ? რა თქმა უნდა. მაგალითად გაყიდვაში წიგნი რაღაცა ქვემდებარისა და შემასმენელის რიცხვში აღრევა, ან რამოდენიმე რაღაცები, ვიღაცები, რომ განვიხილავთ ამ საკითხს და რაღაცებს და ვიღაცებს ვამბობთ, ძალიან ეხამუშებათ ბავშვებს, რომ ნუ თუ ეს არის სწორი ფორმა. ხო. ასევე ერთულებად რთულ წინადადებაში პუნქტუაციის დაცვა, მძიმეების დასმა და ძირითადად ეს პრობლემაა ხოლმე ამ თვალსაზრისით გრამატიკულ წესებს რაც შეეხება. კვირაში თუ 5 საათი მაქვს ქართულში, პირობითად 1 საათს, 1 დღე აქვთ ენის გაკვეთილი და ასე უფრო კარგად მუშაობთ ამ თვალსაზრისით და უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ კონკრეტულ წესებს და მაგალითების განხილვას და ლიტერატურის გაკვეთილზე მე უფრო მარტივად ინტეგრირდება ეს ცოდნა. კი, ძალიან მნიშვნელოვანი. აბიტურიენტობის დროს აბიტურიენტებთან არის ხოლმე ეს მინახავ ხარ და ესენი რომ როგორც კი ვინმე იტყვის მინახავ მეთქი აბიტურიენტი ხარ ხო? ამაზე ამახვილე ყურადღებას და ეს წერის კულტურის ნაწილი საკმაოდ რთულად არის მარტივად რო ვთქვათ რა. მე ნუ დამჯაჯავთ ქართულის გამოყენებაზე იმართად ეკას. აი მეც ახლა ვიყენებ ხოლმე დამჯაჯავთ. იცი რა მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ყოველდღიური მაგალითად სავარჯიშო, რომელიც მაგალითად ერთი თვის განმავლობაში რო გავაკეთო და ვნახო პირველ დღეს როგორ წერდი და 30 დღეს როგორ დავწერე. აი რამე პრაქტიკული სავარჯიში. ბატონო და სკოლის მოსწავლეებისთვის უფრო დაბალი და საბაზო საფეხურისთვის ალბათ პატარ-პატარა მოთხრობები, რომელსაც წავიკითხავს და შემდეგ თუნდაც მთავარ აზრს დავწერ, ჩამოვაყალიბებ, ან რაღაც მარტივ კითხვებზე გავცემ პასუხს. რაც შეეხება უფრო ზრდასრულებ, უფრო საშუალო საფეხურის, ან უფრო მაღალ ასაკზე, კი ბატონო, ძალიან კარგია დღიურის წარმოება, რომელიც აი ყოველდღიურ ჩვევაში გადამივა, ასე რომ ვთქვათ, და თუნდაც რა მოხდა, რა მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, დღეს ჩამოვაყალიბო ეს, ვეცადო რომ მაქსიმალურად გამართული და დაალაგებული წინადადებები მქონდეს, ან ჩემი ემოცია ჩანდეს, ან რა ფილმს ვუყურე, რა წავიკითხე, ამის შემდეგ დავწერო. და ეს რომ ყოველდღიურ რუტინაში გადაიზრდება, ნახავთ რომ ძალიან კარგი შედეგს მოიტანს. ადამიანები, რომლებიც კარგად წერდნენ და მე რაღაც ეტაპი ან დრო არ ქონდათ, ან გაწყვიტეს რაღაც მიზეზების გამო წერა,
ძალიან უჭირთ მე ამის დაწყება. კი, რატომაც არა, არის ხოლმე, რომ ძალიან რთულად იწყებენ მე უკვე წერას და ეს პირადად გამომიცდია, მაგალითად, როცა დავასრულე სტუდენტობა და მე ოჯახი შევქმნილი ბავშვი, რაღაც ის იმ მომენტში აღარ მქონდა იმის დრო, რომ თქვა ყოველდღიურად ან მეწერა, ან ჩანახატები, ან ლექსები, ან ასე შემდეგ. ძალიან რთულად დავუბრუნდი მე მაგ საქმეს და ალბათ მოცალეობაც გჭირდება იმისთვის, რომ დაждდე და იფიქრო. ხო, ფიქრის გარეშე წერა ვერ გამოდის. აქედან გამომდინარე, დროის დეფიციტი გვაქვს დღეს ყველას და ცოტა რთული ამბავია. ამ შემთხვევაში ყველაფერს უნდა მაინც ფიქრი და განწყობა და კიდევ ერთ რაღაცას ვამბობ ხოლმე, რომ ემოციური ინტელექტი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა დღეს 21 საუკუნის მთავარი მე მგონი პრობლემა ეგაა. იმიტომ რომ ყველაფერი ფიქრით, წერაც და კითხვაც არის დამოკიდებული ჩემს განწყობაზე და ემოციაზე, რამდენად ვაკონტროლებ და როგორ გძნობ თავს, რა მინდა, როგორ შემოვუძახებ ჩემს თავს და რა მიზანს დავისახავ საბოლოოდ. ეგ მნიშვნელოვანი. აი ნაწილი დაშორების ამბავი თვითონ როგორც მკითხველზეც ეგრეა რა, მე მქონდა პერიოდი, რომ რაღაც იმდენად ვერ კითხულობდი, რომ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მოდი მარიამ იქნებ წელიწადში 12 წიგნი მაინც წაიკითხა და მე რო შევხედე მქონდა მარტო ერთი წიგნი წაკითხული და მე მეთქი ესე არ შეიძლება და თავიდან რაღაცნაირად ძალიან მიჭირდა, მაგრამ აი შემუშავება დღეში 10 გვერდი მაინც და ეხლა მაგალითად თვეში 2-3 წიგნს ვკითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დაკავებული გრაფიკი მაქვს, მაგალითად ვიდრე მაშინ მქონდა, რომ არ ვკითხულობდი და ეს მე მიხმარება რა, აი მე თვითონ ხვდები, რომ ჩემი თუნდაც ლექსიკა უფრო გამდიდრდა, სხვანაირად ფიქრი დავიწყე და ძალაუნებურად ფიქრობ, მე ძალაუნებურად მოგდის თავში სხვადასხვა აზრი, თუნდაც პარალელი იგივე ესეზე ვსაუბრობდით წელღან წერის კულტურაზეც და არ არსებობს რომ ამალ კვალი არ დატოვოს ჩვენს თუნდაც წერის კულტურაზე, თუნდაც აზროვნებაზე, თუნდაც საუბარზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს კითხვა და ამიტომ ვეჩიჩინებით სულ იკითხე ამ თემებზე ბავშვებს. ხო, აი თანამედროვე ქართველ ავტორებსაც ნაკლებად ვკითხავთ, ხა რატომ გამახსენა ეს საერთოდ არ არის ეს ამასთან კავშირში, მაგრამ რაღაცა აი ბოლო პერიოდში დავიწყე წიგნების არჩევა ნებისმიერის, აი ისევ რენდომ უნდა შემთხვევითობის პრინციპით, რომ მივდივარ მომწონს გარეკანი, ვკითხულობ აღწერას მომაქვს. და ბოლოს გადავწყვიტე, რომ მოდი აი ქართველ ავტორებსაც მივცეთ შანსი და მე ძალიან შემაწუხა სინდისმა, რომ რატო მივცეთ შანსი, ხო? აი რაღაც სტერეოტიპულად ძალიან ცუდად გვაქვს დამოკიდებულება და რამდენიმე ესეთი თანამედროვე ქართველი ავტორი წავიკითხე, რომელიც ნუ აი ახრთოვანდი ისე კარგად წერენ. რაღაცნაირად აი ბავშვებსაც თითქოს თურჩევის ნაწილია ხოლმე ვურჩევთ ან ქართველ კლასიკოსებს, ან უცხოელ ავტორებს. აი მან რა ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ როცა შევედი სკოლაში დაახლოებით 6 წლის წინ, მე-7 წელი დაიწყო მგონი. თანამედროვე ქართველი ავტორები მომყავდა ხოლმე, ვიწოდით. მახსოვს მე ძალიან კარგად მახსოვს. კითხულობთ, მაგალითად ლენა ცუცქირიძე, დიანა ამფიმიადი ყავდა, კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი და ქართველი თარგმნელი, სხვათა შორის ჩემი კლასელი და მეგობარი გური კოღონხაძე, მისი ნათარგმნი წიგნი წავიკითხეთ და შემდეგ ყავდა ლიტერატურულ კლუბში მოწვეული და ბევრი იყო ასეთი სხვათა შორის და აი ისეთი ემოცია ჰქონდათ ბავშვებს ამ ცოცხალ ავტორებთან. რატომაც ყველას ეგონა რომ ვის წიგნსაც კითხულობს უნდა იყოს აღარ იყოს ქართველი მაინც. კი, ქართველი მაინც განსაკუთრებით და ისეთი თვალები ჰქონდათ. თამარ გეგეშიძე დამოვიწყდა პირველი ჩვენი სტუმარი და რამდენჯერმე იყო შემდეგ ჩვენ სკოლაში და ყველას ვურჩევ მათ ნათია როსტიაშვილი, სხვა სკოლის ავტორი, სულიჩიტი გამახსენდა ახლა თამარ გეგეშიძის საშლელები, ჩუმად უნდა იჯდე და ძალიან ბევრი სხვა, რომელიც სხვათა შორის ეს წიგნები უმრავლესობა უკავშირდება სკოლის სიტუაციებს, კი, მოზარდებზეა და ძალიან მოსწონდათ ბევრი
საკუთარ რაღაცა ქმედებებს და თვისებებსაც ამოიცნობდა ხოლმე უკავშირებდა და ვფიქრობ, რომ ბევრი ყავს ასეთი. ეს ახლა რაც გამახსენდა თვითონ საბავშვო ლიტერატურის და ამ თემებთან დაკავშირებით. დასრული ადამიანებისთვის კი ბატონო, ძალიან ბევრი. თუნდაც ისეთები, რომლებიც ადრე არ ვიცოდით, ან არ იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები არიან. აი პრემია საბას მქონდა ბევრი ესეთი აღმოჩენა. გახდი ბესტსელერის ავტორი რო იყო, ეგეთი. კურიერი ვისი ახლა აღარ მახსენდება მისი ავტორი. მაგრამ ბევრია ხო რა თანამედროვე, რომელიც აი რაღაცა შეიძლება შენთან ერთად მგზავრობს, შენთან ერთად რაღაცას მოიხმარს და ამ დროს მართლა ეგეთი წარმოდგენა გაქვს, რომ რატომღაც უნდა კითხულობ და ვიღაცისას რომელიც აღარ არის და მე დავაფასოთ. ამ დროს რეალურად მართლა ძალიან ბევრი ქართული ავტორია, რომელსაც ანუ დიდი სიამოვნებით რაღაცნაირად კითხულობ მეც და ეხლა მით უმეტეს რომ დავიწყე აღარ ვჩერდები, რომ მაქსიმალურად ბევრი აღმოვაჩინა და ძალიან საინტერესო რაღაცებს ხდებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი რადგან ნაწარმოებებზე შევეხეთ, ხშირად არის ხოლმე შეიძლება ეგრე ვთქვათ, მითი ნაწარმოებებზე. ანუ არის თუ არა სტანდარტულად რომელიმე ნაწარმოები, რომელიც მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბიტურიენტებს ამის გაგება, გააზრება, გაშიფრვა უჭირთ. აი რაღაც კონკრეტულად. ალბათ უფრო ძველი ქართული ჰაგიოგრაფია კი განსაკუთრებით გრიგოლ ხანძთელი. აი ჩახართული ხმერად ძალიან კარგად მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვსწავლობდით, მართლა კარგად ვსწავლობდით. ხო, ან უჭირთ, თუმცა ესე ვერ ვიტყვი, რომ აი ვერ იგებენ, ან არ იგებენ, კი, მაგრამ უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ დროის ცვლილება ლექსიკაც ხვანაირი იყო ტერმინია და შესაბამისად ეგ არის სირთულე ძირითადად დანარჩენი ნაწარმოებები უფრო თანამედროვე იგივე ვეფხის ტყავსანიც რომ ავიღოთ ხო თავიდან კი რომ დაინახავენ ეს რომ ხება რატო არ ეზარებოდა კიდე ბატონო მაგრამ მე იმდენად მოსწონს და იმდენად დიდ სიამოვნებას იღებენ პროცესში, რომ ვფიქრობ, რომ აღფრთოვანებული რჩებიან ბოლოს და ხო, ბოლოს კი. თავარი ალბათ როგორ მიაწოდებ ყველაფერს და რაღაც დამოკიდებულებები მე უფრო იცრება ხოლმე. თუმცა ნამდვილად არის რთულსირთულე, რა თქმა უნდა არის. ამას ვერსად გავიქცევით. კი, აი გრიგოლ ხანძთელი ახსენდა ისტორიის ნაწილში წყაროების ანალიზი რო არის, ან მაგალითად ეხლა ბოლოს გამახსენდა სამოქალაქოს ძალიან ძველი ცარი იყო, სადღაც იყო მე-17-18 საუკუნის წერილობითი წყარო. აი ენა მოიტეხეს კითხვის დროს, ის რა სიტყვებია, მეთქი 7 წნარად. მე რომ 7 წნარად წაიკითხეს, ის საინტერესო ყოველდღიურად რო სიტყვები არ ხდება, რაღაც სიტყვების განმარტებები, ეხლა ჩვენ სხვა ხმარებით მასწავლებლები და შესაბამისად ბევრს ასიამოვნო და სასაცილო ფაქტსაც დარწმუნებული. შევსწრები. აი სიტყვების განმარტებაზე გამახსენდა, ეხლა უცებ მე და საზოგადოებას რო ვასწავლიდი, ხა აღარ ვასწავლი მე-3-4 კლასს, იქ შემოდიოდა რაღაც ტერმინები მაგალითად და ერთი იყო მეწარმე და ნუ კითხულობ ეს მეწარმე რას ნიშნავს? თქვა და ერთი ბავშვი დაფიქრდა და მას წარბებს რო ყავს, მეკითხება და არა, ახსენს და მე სხვა რაღაც მეგონა. ძალიან მომწონს რომ აღფრთოვანებულებიც არიან ხოლმე ამ თემებით რა, ამხელა ამდენი დრო რომ აშორებს, ხო, რაღაცა უძველესი ნაწარმოებებია და დღეს 21 საუკუნის მოსწავლე კითხულობს ამას და მოსწონს ეს ყველაფერი, თუნდაც შუშანიკის ფენომენი, როგორც ხო, და ძალიან სადაოა ხოლმე ყოველთვის და ესე კარგი სადისკუსიო ნაწილია. ძალიან ბევრი კუთხით შეიძლება რომ დააკვირდნენ პერსონაჟს და აღმოაჩინონ ახალ-ახალი თვისებები. ეს იმდენად საინტერესოა, რომ მე იმ სირთულეებს ფარავს. კი, ხო, ანუ ეგ არის ზუსტად რომ რანაირად მიაწვდი, გააზეპირებინებ, იმსჯელებ ამ საკითხზე თუ ასე გავცელდა ასეთი ხუმრობა თუ გახსოვს სოციალურ ქსელში, შუშანიკს დავარსკენს რომ სოციალურ ქსელი ქონოდა და ერთადერთი ჯოჯიკი რომ კომენტარებს იბძალო
და ესეთი რაღაცა ეგეთის გამოყენება იუმორით შეხედოთ რაღაც მომენტებში აადვილებს ამ სირთულეს რა მე ყოველთვის მიყვარს რაღაცა არ უნდა იყო დაძაბული მაგ მომენტში და არ უნდა იფიქრო აი რატო უჭირს და რატო ვერ ხდება და რაღაც უნდა უფრო გაამარტივო ამით და ბავშვიც უფრო მეტად წამოყვება და მიხვდება რომ არაფერი არ არის ძალიან საინტერესოა იქ თუნდაც რომ ჩვენ მე ვიყენებდი ხოლმე ისტორიის ნაწილზე რომ რომელიმე ისტორიულ პერსონაჟს უკეთებდნენ სოციალურ ქსელს ოღონდ უნდა Facebook-ი მაგალითად უნდა ყოფილიყო იდეალური და იმისთვის რომ იდეალური ყოფილიყო ეს პიროვნება კარგად უნდა შეესწავლა და ხა ეგრეა რა რომელიმე პერსონაჟს რო გაუკეთოს ეს რას აკეთებს რითია დაინტერესებული ის პერსონაჟი უნდა შეისწავლოს და ეგ უკვე ანუ შენ რაღაცა გვერდით ამოვლით გვერდით აი ახლა ზუსტად ამაზე გამახსენდა მე-7 კლასში გავაკეთეთ ასეთი დავალება მანამდე ჰქონდათ წაკითხული ასტრიდ ლინდგრენის ძმები ლომგულები როგორც დამატებითი ლიტერატურა და კლასში მასწავლი გქონდა რევოზინენიშვილის შეშაზე კახელი ძმების ამბავი რომელთაც აყავთ მამა ობლებიანიან და ეს უფროსი ძმა როგორ ზრუნავს პატარა ძმაზე დედაზე რა თვისებები აქვს და ასე შემდეგ და ესეთი დავალება ჰქონდათ რომ თითქოს ეს ძმები რომელიც შვედეთის რაღაც ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ შეხვდა ამ უფროს ძმას კახელბიჩს და რა საუბარი გაიმართება, ანუ რა დიალოგი შედგება მაშინ როგორ გაუზიარებენ ერთმანეთს ამ ტკივილს, იმიტომ რომ ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებსაც მამა არ ყავდათ მეზღვაური იყო და მოკლედ წავიდა ერთ დღეს და აფრთ აბრუნდა კი და ეს უფროსი ძმაც პატარა სკორპაზე ზრუნავს და მოკლედ ბევრი საერთო ჰქონდათ და აი ამაზეც დაფიქრდნენ მე რომ შესაძლოა რომ საქართველოში სადღაც კახეთის ერთ-ერთ სოფელში იყოს ოჯახი და პიროვნება რომელსაც ზუსტად იგივე პრობლემები შეიძლება ჰქონდეს, რაც შვედეთში მცხოვრებ ადამიანს და საკუთარი ხედვის, ასე რომ ვთქვათ, არისაც იფართოვებენ მსოფლმხედველობას, ისიც აი ამ ძირითად პრობლემებსაც დააფიქრებს ეს დავალებები, ანუ საინტერესოდ შერჩეული დავალება და რაღაცა ესეთი უფრო ორიგინალური მე მგონი უფრო მოსწონთ, ხო? ხო, თანამედროვე ბავშვს ძალიან ძნელია რომ უბრალოდ რო წაიკითხოს. მე იმასაც ვფიქრობ, რომ უკვე აი ფილმების ნაწილი ახსენე, მაგრამ მაინც იმ ხელა გამოწვევების წინაშე ვარ და იმდენად რა ბევრ რამეზე აქვს ცდომა, რომ მე მაგალითად სკოლაში მასწავლებელი ფილმს რო ჩამირთავ და ვარა მაგალითად არ მქონდა ნანახი და ეხლა უკვე რაღაც ძალიან ხელმისაწვდომია, ჩვეულებრივია და რაღაცნაირად ბევრად ის არის. ხო, იმ მრავალფეროვანი დავალებების ნაწილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მან და რახან ახსენე პარემ ამ კითხვას დავსვა ის პერსონაჟის ფსიქოლოგიაზე რომ ვისაუბროთ, რომ აი ხშირად მოსწავლეებს პერსონაჟების მოქმედების მოტივების ამოცნობა უჭირთ. აი რა შეიძლება დამეხმაროს მე როგორც თუნდაც მშობელს ან მასწავლებელს, რომ ვასწავლო რაღაცნაირად გმირის ტყავში როგორ შევიდეს, მისი პერსპექტივიდან როგორ შეხედოს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არგუმენტების ნაწილში შეიძლება ეგ დაეხმაროს. დაეხმარება აუცილებლად ყოველთვის. საუბრობთ ხოლმე იმაზე სკოლაშიც და ისე სხვა მასწავლებლებთანაც, რომ აუცილებლად უნდა წარმოიდგინოს თავი მის ადგილას, თუმცა როგორ ეს უკვე ალბათ მოსწავლის უნარებზეც არის დამოკიდებული, ალბათ უნდა მეტად დაფიქრდეს იმ ამბავზე, თუნდაც პერსონაჟის ფრაზებზე, თუნდაც ქმედებებზე და რაღაცა ემპათიის უნარი უვითარდებათ ამ დროს ძალიან ხო, არამარტო კარგ შედეგს დადებენ, მე ნულზე კარგ პიროვნება დაგზრდილია თან ახლა ჩვენ რაღაც გაცებულ სამყაროში ხო, რაღაც ძალიან დაშორდა თითქოს ადამიანები ერთმანეთს და ამაზე ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობთ ხოლმე, მოკლედ, რომ ემპათიის უნარი, ეს ემოცია უნდა გამოხატონ და შესაბამისად პერსონაჟებსაც როცა ხედავენ, რომ რაღაც უჭირთ, რაღაც უხარიათ, აბა ასეთი დავალებებიც ქონია მაგალითად და წარმოედგინეთ თავი იმ კონკრეტული პერსონაჟის ადგილას, თუნდაც აი ჭიჭოს და ელგუჯას დღიური დაეწერათ. ასეთი სიუჟეტია, რომ ტყეში მიდიან შეშაზე თოვლია და იქ ძალიან დიდი
რაღაცა ბევრი დაბრკოლება გადახდებათ, გადალახვა დასჭირდებათ და აი რა ემოცია ექნებოდათ, როგორ გონიათ რა იზამდნენ. იმ მომენტში, იმ მოთხრობაში ეს ემოცია დიდად არ ჩანს და უნდა წარმოიდგინო აი ესეთი დავალებებიც ალბათ ეხმარებათ პერსონაჟის დღიურის დაწერა, რაღაცა დიალოგის ჩანახატის და მე მგონი ნელ-ნელა ხვდები. ხო, შედეგზეც შესაბამისად გავალ და ეგ მსგავსი ტიპის აქტივობები ზუსტად ხე შემდეგ კითხვა რაც უნდა დამესვა იყო, რომ აი ხშირად არის რომ ბავშვები ვისაუბროთ, მაგრამ მაინც რომ რაღაცნაირად იზეპირებენ თითქოს აზრებს, სხვები, რას გულისხმობ, რომ ან ფრაზებს უნივერსალურად, რომელსაც მე ყველა ესეში ჭყალებში ტენიან უხეშად გამოვიყენებ რა ვიტყვი ან რა ვიცი ხვის ესეს კითხულობენ და ხშირად ქონია რომ აი მაჩვენე და მე ზუსტად იგივე დაუწერია ხო და ეგ მომენტი არის და ფიქრობ რომ ეგეთი ტიპის დავალებები დაიხმარება იმაში რომ რაღაცნაირად საკუთარი აზრი განვითაროს არგუმენტირებული მსჯელობის ნაწილი და რაღაცნაირად მე ეს დაიხმარება რა ვიცი მათემატიკის დავალების შესრულებაშიც ისტორიაშიც სამოქალაქოშიც და ასე შემდეგ ხშირად მithქვამს რომ ქართული ესე ცალკე აღებული საგანი არ არის ჩვენთვის რომ სწავლების ენაა და ძალიან მნიშვნელოვანია აკითხulis გააზრება და ამ უნარის გამომუშავება დაწყებითი საფეხურიდან, იმიტომ რომ ეს თუ არ მაქვს შესაბამისად ვრცელ ტექსტს და ელემენტარულ მათემატიკის ამოცანის პირობასაც ვერ გავიგებ და ვერ გავიაზრებ. შესაბამისად და ძალიან არ უყვართ და ალბათ ეზარებათ თუ რა დავარქვა ამას, ალბათ ნებისყოფაც არ ყოფნით იმის რომ პირობას არ უკვირდებიან, არ კითხულობენ. გამოცდებებზე სხვათა შორის გამოცდ კი, ეგ უნდა აღმენიშნე ზუსტად რომ არა მარტო სკოლაში უფრო მაღალ საფეხურზე და პირობის გაგება და გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ფაქტობრივად ნახევრად დაწერილი დავალებაა. ამიტომ პირველი ინსტრუქცია, რასაც ვაძლევ ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, კი, წაიკითხეთ ინსტრუქცია. პირობა კარგად წაიკითხეთ, რამდენჯერმე რას გთხოვენ. ანუ არც იმაზე ნაკლები და არც იმაზე მეტი არ უნდა დაწერო. ანუ რაღაც სხვა თემა არ უნდა დაწერო, არ უნდა. ხო, აი კითხვაც ხან არის, რომ ცდებიან კითხვას. ანუ თითქოს ბევრს საუბრობენ ამაზე, თითქოს, მაგრამ ესეც ხომ უარყოფითად, ანუ მინუსად ითვლება, ესე რომ ვთქვათ, ხო, ნაკლად, რომ არ მჭირდება ამდენი საუბარი იმ კონკრეტულ თემაზე. კი. აი ხა მაგალითად ისტორიის და სამოქალაქოს ნაწილში არის ძალიან საჭიროა ქართული, თვალსაჩინო სამოქალაქოში კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ იქ სადისკუსიო თემის განსაზღვრა, მოსაყვანი არის, არგუმენტები, პროექტია და საწერი წყაროს ანალიზი ასე და ასე შემდეგ და არჩევით პასუხიან კითხვებში. ანუ არჩევით პასუხიან კითხვებს ეს ტესტურს ასაც ვეძახით, რატომღაც სტერეოტიპულად დაასოცირდება, რომ ან მაგალითად სიტყვა უნდა განმარტონ დემოკრატია რას ნიშნავს და ან წელი რომელია და ამ დროს სერიოზულ გაგება გააზრებას მოითხოვს თითოეული კითხვა. და მე ვეუბნები ხოლმე რომ აი შეცდომების გასწორება არის კიდე ეგეთი დავალება სამოქალაქოში და მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ვეუბნები რომ ისე წაიკითხე რომ შენ გონებას გააგებინო პირობაც რა, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი გამოცდილებით სწრაფად თუ რამეს ვკითხულობ, ჩემი გონება ავტომატურად სწორ ვარიანტად ხედავს რა. შეიძლება გამორჩეს სწრაფად კითხვის დროს აი ჩამოთვლილ ქვემოდან რომელი არ გამომჩეს და სწორი პასუხი შემოხაზობენ. აი იმავე შეცდომას უშვება მაგალითად რედაქტირების დროს. აი რედაქტირების სწორად კითხულობენ. კი, ეგ არის. აი შეცდომის გასწორება და რედაქტირება ძალიან გავს ერთმანეთს. არ უყვართ ეგ თხოვნება არავის. კი, იმიტომ რომ ხშირად საკითხვა უწევთ ფიქრი და ეს მარტომღაც ყველას ეზარება. ხო, მე მართლა ძალიან ესეთი მიგნება მაქვს, რომ ჩემს გონებას რომ ვაგებინებ რას კითხულობ, ყველა ვარიანტში, აი, სადღაც მაპაუზებს რა, მაგაზე არ ვიცი, მგონი წინა პოდკასტში საუბრობდი, რომ მახსენდება სულ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ესე კულტურულად განსხვავდა ხოლმე უსაყვარლესი ქალი იყო, ეხლა ცოცხალია. და გვეუბნებოდა ხოლმე, რა თქვენ კი ვერ ხართ მომარაო, თქვენი ტვინი იმდენად ჭკვიანი რაღაც არის, რაღაცას რო წაიკითხავთო, ღრუბელივითო ისრულწავსო და მე საჭირო დროს გამოიმუშავა. და იქ მახსენდება ხოლმე. კი, ნამდვილად არსად არიკარგება ეს ჩვენი. აი, ეგ არის რომ რანაირად უნდა ისწავლო, რომ არ დაიკარგოს. აი, მაგას მე ვფიქრია ხოლმე.
აი ესე წერანი დასაწყისში ახსენე რომ ზედაპირულად არ უნდა წაიკითხოს. ზედაპირულად არ უნდა წაიკითხოს. პარალელურად ბევრი რამე არ უნდა აკეთო. თუმცა ახლა ვფიქრობ რომ იმდენად ბევრი ინფორმაციას ვიღებთ ყოველდღიურად ჩვენ და უნებურად კი რომ ხანდახან აღარ გამოვთავ ხოლმე რაღაცებს ტელევიზორსით რომ ძალაუნებურად ხომ გამახსოვდება მაინც. რა თქმა უნდა ხო. და თან მე ტვინი ისეთია რაღაც ისეთი დეგენერატი. ხალხი ამახსოვდა. რაც არ უნდა დაგამახსოვდეს, ზუსტად ის გამახსოვდება. აქედან გამომდინარე, ალბათ არ ვიცი რა. ძალიან ძნელი. ხო ისევ აი ალბათ ინდივიდუალურია, შენ უნდა მიხვდე რა არ უნდა გააკეთო. პირველ რიგში ალბათ ეგ არის, რომ საკუთარ თავს მოვუსმინოს და დავფიქრდეთ. ფიქრი და მოსმენა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ ორი რაღაც, რაც უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში. და შემდეგ უკვე დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ სოციალურ ქსელებს ალბათ. ეგ და მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩემს უყურეთ, მეგობრებო, უყურეთ აუცილებლად. არ დავუჯეროთ ამ კონკრეტულ შემთანერთებს ყველაფერს უჯეროთ. ჩემს უყურეთ. კი, მარიამის შემეცნებით. ალბათ სხვა შეს ზანგული მწყდება მაგაზე რა, აი შემეცნებით კონტენტს რაღაც არ აქვს რა, ნახო. ზუსტად აი ეს. აი რაღაცას რო აი დავდებ, ვიმუშავებ, გავაკეთებ ვიდეოს და აი 1000 ნახო. და ესე კამერას ხელში რო დავიჭერ და მაგალითად რავი, აი ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი რა. სადუსო მაგალითად ყავას და მაგას მეტი, კი. ყავის კომპანიები შევამეხრენეთ თუ გინდათ რომ აქიდოს თქვენი ყავა. სამწუხარო რეალობა ნამდვილად და დროს ვეღარ აკონტროლებენ შემდეგ უკვე ბავშვები, კი რა და ჩვენც მოზარდებით დასრული ადამიანები ვეღარ გამოვდივართ ასე რომ ვთქვათ ამ ხო, აი რა ეიფორიიდან და მიცადინებასაც აფერხებს და მე დროც მეტი ეხარჯება, იმას ვეუბნები რომ აი პომიდორის ტექნიკას ვთავაზობ ხოლმე, აი 15 წუთი წაიკითხე, მარტო 15 წუთი თუნდაც. ოღონდ არც ტელეფონი შკროლ, არაფერზე არ იფიქრო. ბევრად უკეთეს შედეგს და ვიდრე პარალელურად ვაკეთებ. კი, ან რაღაცა კონტექსტიდან ამოგლეჯილია ყველაფერი და შესაბამისად დროც მეტი ეხარჯებათ, მაგრამ ნაწყვეტ ფრაგმენტულად გახსოვს რაღაცები. აქედან გამომდინარე სრულყოფილი მეცადინეობა ალბათ უფრო ცოტა სხვა რაღაცაა. კი ბატონო, აი 1-2 კითხვაც და იდეაში დავასრულებთ, იმიტომ რომ ძალიან ამომწყურავად ვისაუბრეთ და მიხარია ეგ ამბავი. მაინტერესებს მასწავლებლის გამოწვევა, აი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის გამოწვევა მთავარი რა არის დღეს თანამედროვე სწავლებაში და ბარემ რომ იაყოლა აი რამდენიმე მარტივი რჩევა, რაც შეიძლება გაითვალისწინოს ან აბიტურიენტმა, ან მოსწავლემ ისევ ამ საგნის სპეციფიკის სწავლებაში. კი ბატონო, ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა არის დღეს ის რომ დიდხანს მოსმენა უჭირთ და აქ მეც მიჭირთ მოკლე მეხსიერება როგორ და ეს ძალიან ბევრი ფსიქოლოგისგანაც მსმენია რომ მოკლე ვიდეოების ხშირი ყურება ამაზე ძახდენს გავლენას მეხსიერებაზე, ხო? იმდენად სწრაფი და რაღაც ფერად ინფორმაცია შეიძლება და მრავალფეროვანი მივიღოთ რამდენიმე წამში და წუთში, რომ უკვე შენი ეს საუბარი და თუნდაც რამდენიმე წუთის დათმობა წიგნისთვის ან პატარა ფილმისთვის და ანიმაციისთვის იმდენად დამღლელი ხდება ხშირად მოსწავლისთვის, რომ აღარ გისმენს და შესაბამისად მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმისთვის რომ ელემენტარულად ერთმანეთის გავიგოთ, იმისთვის რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ვთქვათ, რა მითითებასაც გაძლევს მასწავლებელი და აქედან გამომდინარე პირველ რიგში ამას ვიტყოდი. რომ მოსმენა ძალიან უჭირთ. და რაც შეეხება აბიტურიენტებს, რა რჩევას მივცემდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო. ცოტა დარჩათ. ეს დრო გამოიყენონ ნამდვილად და ეცედა რომ უფრო ნაკლები დრო დაუთმონ მართლაც სოციალურ ქსელებს და მაგრამ მე რომ აბიტურიენტი ვიყავი, ახლა ჩემს თავსაც ვფიქრობ ხოლმე ყოველთვის, როცა ვინმეს რაღაცა რჩევას ვაძლევ. არ ვზღუდავდი, ესე რომ ვთქვათ, მეგობრებთან თუნდაც გასვლას, მათთან ურთიერთობას. რაღაცნაირად ვახერხებდი ამას, თუმცა ასეთი დოზით არ იყო ჩვენ სოციალური ქსელებიც არა, და ეს უფრო რთულია მე მგონი.
ამ კუთხით დროის დაზოგვა. კი, იმიტომ შუალედში სკროლავს, მასწავლებლთან მიდის სკროლავს, იქ სკროლავს და ვინმესთან კონტაქტი რომ მჭირდება, მაინც ტელეფონზე არიან დამოკიდებული და ამას და კიდევ ერთი რაღაც, რომ თემებისა და ესეების წერის დროს არ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ეს საერთოდ ზღუდავს შემდეგ ჩვენი ფიქრის უნარს და გამოცდაზე რომ დავრჩებით ყველაფრის გარეშე ხელოვნური ინტელექტის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. და ის დრო რაც შეიძლება რომ იქ რაღაცა ინსტრუქციები ვწეროთ მას, ჯობია რომ რამე ფრთიანი ფრაზა მაინც მოვძებნოთ და ვისწავლოთ ან წავიკითხოთ და რაღაც შინაარსობრივად მაინც დავიმახსოვროთ. ან ხელოვნური ინტელექტის ნაწილს მე ხშირად ვეუბნები ხოლმე რომ შეიძლება გამოიყენონ ოღონდ საჭიროდ. აი ხლა როგორ მაგალითად ქართულზე მოუწერია ბევრს რომ არ ემზადებიან და მე ვთავაზობ ხოლმე ეგეთ რამს რომ მე რადგან სამისახო სპეციალისტი არ ვარ დაგეხმარები, მოდი დაწერე შენ რაღაცა კონკრეტული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროგრამა რაღაცა ისე მიეცი ეს Gemini იქნება თუ ChatGPT ინსტრუქცია რანაირად უნდა შეემოწმებინა და ჩაუგდო შენი ესე. იქნება აი ამაში გამოყენებაზე თორე ეგრე რომ აწერ მაგას არ გულისხმობ რომ გამოვრიცხოთ ეს ყველაფერი პირიქით მე როგორც ამ წერის დროს არ გამოიყენოთ უბრალოდ. კი, ნამდვილად გამომიყენებია ხშირად და ვიყენებ ყოველდღიურ ასე რომ ვთქვათ სასწავლო პროცესში, თუნდაც presentation AI-ის, cloud და ბევრ სხვა ინსტრუმენტს. და ერთადერთი კიდევ რაღაც მინდოდა მე თქვა არის შეფასების კრიტერიუმი თავად იცოდნენ ძალიან კარგად. ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ გამსწორებლის თვალით რომ დაინახოს საკუთარი ნამუშევარი. აი მე რომ ამას დავწერ, რას იფიქრებს, როგორ გაასწორებს, რაში რა ქულას დაახლოებით მაინც დაწერს. და შესაბამისად კრიტიკულად შეხედონ საკუთარ ნამუშევარს. ეს კრიტიკული აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. აი მათ ხო შეიძლება რომ მაგალითად ბოდი შევაწყდნებ სიტყვა და დავწერე მე ესე და ესე რა შევამოწმო ხვალ. რატო იცი? აი მეც მაგალითად მქონია რომ დღეს რაღაცას რომ დავწერ შევხედა და აუ მაგრამ გენიოსი ხარ და მე დღეს ლეპტოპში გავხსნი. მეც ღმერთო ეს რა დავიწერია. და ეგეც არის რა პრაქტიკა რა. კი ბატონო, ეს შუალად შეიძლება რომ გამოიმუშაონ მანამდე. თუნდაც ეს თვე და ორი თვე დარჩა რეალურად შეგვიძლია დროა იმისთვის რომ რაღაცა უფრო ინტენსიურად მოემზადონ ამისთვის და ვფიქრობ რომ შეფასების კრიტერიუმები ყოველდღიურად უნდა ეთქვით და რაღაცა ფიქრობდნენ ამაზე. მაგის მიხედვით აწყობდნენ ეს პროცესიც დაეხმარებათ. აუცილებლად გაახსენდება და ამოუტივტირდება თავში, რომ აი მაგალითად არ გამორჩება ყოველ შემთხვევაში როგორ უნდა ააგოს ესე რაღაც რა არგუმენტი რა რამდენ ქუნიანია ამაზე რომ გაამახვილოს ყურადღება, ხო? აი მან კიდე არის ხოლმე როგორც აი ისტორიაში და სამოქალაქოში არის ხოლმე განსაკუთრებით იბნევიან რაზე იცი შეიძლება ქართულშიც არის. როდესაც კითხვა არის ურ ქულიანი ძირითად შემთხვევაში უნდა უპასუხო ურ კითხვას. და ერთი არის ხოლმე რომ მარტო ერთს პასუხობენ და მე ქულა რატო დამაგდა? ან ბოლოდან იწყებენ და მე ანუ გადანაცვლება და ხა ბოლოდან რო იწყებდა ანუ პირველიდან გამომდინარე პირველი დასმული კითხვიდან გამომდინარე რომ მეორეს უნდა უპასუხო და ჯერ მეორეს ცემდა მერე პირველს ნუ ირევა. კი, არა მარტო აბიტურიენტებს სკოლაშიც სკოლის მასწავლებლებსაც ხშირად რო ხომ აქ შეცდომა და სხვათა შორის შემაჯამბლის დროსაც პატარა ინსტრუქციას როცა ვაძლევ სადამწერას დაიწყებენ ყოველთვის ასეთ კითხვებზე მივუთითებ რომ დაუკვირდით აქ ეს ერთი კითხვა მოიცავს თავის თავში ესე რომ თქვა ორ პატარა კითხვას რაზეც სრულყოფილი ქულა რომ აიღოთ აუცილებლად უნდა გასცეთ სრულყოფილი პასუხი შესაბამისად მაინც მივდივართ იქამდე რომ პირობა ძალიან ყურადღებით უნდა წაიკითხო. ნამდვილად ეგ არის ყოველთვის. არ კითხულობენ ხოლმე პირდაპირ გადადიან და ამ დროს აი პირობის ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა ერთ კითხვასაც დავსვამ და ნამდვილად დავასრულებ. აი მე მაგალითად ისტორიის და სამოქალაქოს ტესტის წერის დროს ბავშვებს და მასწავლებლებსაც ვურჩევ ხოლმე რომ ტესტს მიიყვნენ იმ სტრუქტურით, რა სტრუქტურითაც არის. ანუ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ მოდი ჯერ დავწერო სიტყვაზე ესე, მერე ტესტი და მე მაქვს ხა ჩემი მიდგომა რომ შეიძლება იქ არასწორ პასუხებში მოცემული ტესტურ დავალებებში მოცემული ინფორმაცია, რომელსაც წაიკითხავ, გამოგადგეს დაბლა. აი ქართულში როგორ არის? გეთანხმები, მეც რა ვიცი, ბევრ გამოცდას გავსვარ და ჩვენი ხალხი ეს რაღაცა მომწონს კიდეც სიმართლე რომ გითხრათ.
და არასდროს დამიწყია ბოლოდან შუა ნაწილი. ყოველთვის მივყვები ხოლმე, ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც შეიძლება წავიკითხე და რამდენჯერმე წავიკითხე და მოდი დროებით დავტოვებ და მე მივუბრუნდები, მაგრამ გეთახები ამაში, რომ შეიძლება ზუსტად იმ ტესტურ პასუხებში ისეთი რაღაც შემხვდეს, რასაც გამოვიყენებ თუნდაც ესეს დაწერის დროს. ამიტომ მიყევით ინსტრუქცია წაიკეთეთ და მიყევით ტესტს. ხო, ან Nike-საც რეალურად კარგი ინსტრუქციები აქვს, გამართულად მაგას ვერ შევედავებით. ერთადერთი კიდევ ეს არის, რომ კარგ მთქმელს და კარგი გამგონე უნდა და ამიტომ უნდა აუცილებლად კარგად ყურადღებით და დეტალურად ჩავიკითხოთ ეს ინსტრუქცია და პირობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ამომწურავი იყო, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარებით და ეგ არის ჩვენი მიზანი. ეს იყო მეინავდა მასწავლებლის პოდკასტის მეოთხე ეპიზოდი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიყოფებთ რუსთავში ფსიქოცენტრში, რომელიც მდებარეობს მშენებელთა ნომერ 5-ში. გვერდს აუცილებლად დავთაგავ YouTube-ის აღწერაში და Facebook-ზე, სადაც განმოთავსებთ ამ ვიდეოებს აუცილებლად იქნება ეკას სოციალური ქსელებიც. და მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ და გისურვებთ ყველას წარმატებებს. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. წელი. მადლობა.